მოცემული გვაქვს AB ვექტორი, სადაც A წერტილი არის სხეულის საწყისი მდებარეობა, ხოლო B წერტილი არის სხეულის საბოლოო მდებარეობა. ვექტორი ზუსტად ეგ ვიღაცაა, ვინც გვიჩვენებს სხეულის საწყის და საბოლოო მდებარეობას. ეს ის დასაწყისი არის ყოველთვის საწყისი მდებარეობა, ხოლო მისი დასასრული ის არის გვიჩვენებს საბოლოო მდებარეობას. ჩვენ თუ გვინდა ვისაუბროთ აი ამ ვექტორის შესახებ, მოდით ამ ვექტორისთვის ავიღოთ დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემა და მასზე განვიხილოთ ეს მოძრაობა. ამ შემთხვევაში ორგანზომილებიან მოძრაობაზე ვისაუბროთ, ხო, სადაც მხოლოდ x და y კოორდინატები დაგვჭირდება. რატო გვჭირდება ახლა აი ეს კოორდინატთა სისტემა? ანუ მე თუ მინდა ვისაუბრო აი ამ სხეულის მოძრაობაზე, გასაგებია რომ მის მოძრაობას AB ვექტორი მიჩვენებს, რომელსაც გარკვეული სიგრძე აქვს, ხო? თავისი მოდი A ვექტორი დავარქვათ. ნუ A ვექტორს აქვს თავისი სიგრძე, A ვექტორს ესე მოდულში ვწერთ, თქვათ არის 10 მეტრის ტოლი, ხო? არ მოდი სიგრძე არ ვიცოდეთ პრინციპში ჯერ, მერე ვიპოვოთ. ხო, ჩვენ გვიმარტივდება მასზე საუბარი თუ გამოვიყენებთ მის გეგმილებს x და y ღერძებზე, ხო? რა იქნება მისი გეგმილი x ღერძზე, ანუ A წერტილიდან და B წერტილიდან უნდა დავუშვათ მართობები, ხო? A წერტილიდან აქ მოხდება მართობი, არ მინდა უბრალოდ ნახაზი დავტვირთო და B წერტილიდან თორემ ჩამოვალთ, აი აქ დაეშვება, ხო? და ჩვენ შეგვიძლია რომ ასეთი რაღაც გავაკეთოთ, ახლა. აი ეს იქნება x გეგმილი, რომელსაც აი აქ ავიტან. იმისთვის რომ მართკუთხა სამკუთხედი მივიღოთ და უფრო გაგვიმარტივდეს რაღაცების აღქმა და მეორე მხრივ თუ ჩვენ დავაგეგმილებთ y-ზე, აი B წერტილი მოხდება რაღაც აქ, ხო, დაახლოებით და A წერტილი აი აქ. ანუ მისი გეგმილი იქნება აი ეს ვიღაც, ხო, აი ეს ნაწილი OY ღერძის. წავიღოთ ეს ნაწილიც აი აქ, ესეთი ზუსტად გამოგვივიდა და მივიღეთ მართკუთხა სამკუთხედი, ხო? სადაც ჩვენ ვხედავთ უკვე გადაადგილებას x და y ღერძის მიმართ, ხო? რომელიც საბოლოო ჯამში გვიჩვენებს AB ვექტორის არის ტოლფასი AB ვექტორის გადაადგილების. ანუ ესე თქმა მინდა, თუ მაგალითად ეს ჩვენი სხეული x ღერძის გასწვრივ, ჩვენ ვისაუბრეთ უკვე აქამდე, რომ ორგანზომილებიან მოძრაობაზე მე მჭირდება კომპონენტები x-ის და წამით x და y კომპონენტი. ხო, ანუ x-ზე რა მოძრაობა შესრულდა და y-ზე, ხო, ანუ რამდენით x-ის გასწვრივ, რამდენით y-ის გასწვრივ პარალელურად, ხო? ანუ მე თუ ვიცი რომ მაგალითად 8 მეტრი იმოძრავა x ღერძის გასწვრივ და 6 მეტრით y ღერძის გასწვრივ, მე ცხადია შემიძლია აი ამ გადაადგილებაზე საუბარი. ხო, ცხადია რომ ამ სხეულის გადაადგილება არ იქნება 14 მეტრი, გადაადგილება AB ვექტორია და ნუ AB ვექტორის სიგრძე, ანუ ამ შემთხვევაში AB ვექტორს A ვექტორი დავარქვით, ხო? ეს შეგვიძლია დავითვალოთ პითაგორას თეორემით, ანუ AB ვექტორის სიგრძე არის პირდაპირ ფესვი დავწეროთ 8 კვადრატს პლუს 6-ის კვადრატიდან, ხო, იმიტომ რომ ანუ სიგრძის კვადრატი უნდა იყოს 30 კვადრატი და ნუ ბარემ ფესვი რომ მოვიღოთ, იქნება აქედან ფესვი და ეს არის ნუ 10-ის ტოლი, ხო? ესე შეგვიძლია დავითვალოთ AB ვექტორის სიგრძე, რომელიც ნუ 10-ის ტოლი აღმოჩნდა, ხო? ხო, ამ ვიდეოში პრინციპში მე უფრო სხვა თემაზე მინდა ვისაუბრო, ეს არის ვექტორების შეკრება, სკალარზე გამრავლება და ასე შემდეგ. ხო, ეს წავშალოთ და ნუ რაიმე ვექტორი დავხატოთ, ალბათ უფრო. ასეთი ვექტორი ავიღოთ. AB ვექტორი, ნუ სიმარტივისთვის AB ვექტორის ნაცვლად, სადაც A საწყისია და B ბოლო, უბრალოდ ვარქმევთ რაიმე A ვექტორს, ხო? ეს იყოს რაღაც A ვექტორი. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ
a vektori ზუსტად ეს vektori სივრცის რა წერტილში გვექნება მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ მეუბნება მე რა წერტილში ვიყავი და სად ვარ ახლა, ხო? ანუ უფრო ზუსტად ვთქვათ რა ტიპის გადაადგილება შესრულდა. უფრო კიდე რომ გავამარტივოთ, ანუ რამდენით გადავადგილდი, ვთქვათ, მარჯვნივ და რამდენით ზემოთ. ან ასე შემდეგ, ხო? ამიტომ მე თუ იგივე ვექტორს სხვაგან დავხატავ, მაშინ ის ოღონდ ზუსტად ასეც იგივე მიმართულებისას და იგივე სიგრძისას, მაშინ ზუსტად იგივე ვექტორი იქნება. ანუ ცოტა არასწორად თქვი. ანუ თუ დავხატავ იგივე მიმართულების და იგივე სიგრძის ვექტორს, მექნება იგივე ვექტორი. ანუ არანაირი განსხვავება არა აი ამ ორ ვექტორს, თუ მათი სიგრძეები ტოლია და მიმართულებაც. ანუ სივრცის რა ნაწილში დავხატავ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა დავხატოთ რაიმე b ვექტორი. ესეთი b ვექტორი იყოს, თქვათ, ესეთი რაღაც, ხო? და ეს ჩვენი b ვექტორი ავიღოთ და ხო, ანუ მე ხო თქვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა სივრცის რა ნაწილში გვექნება ვექტორი, ხო? ის მაინც იგივე ვექტორი, ამიტომ მე შემიძლია ავდგე და ეს ვექტორი წავიღო სადაც მინდა, ხო? და თუ შემიძლია წავიღო სადაც მინდა, მაშინ წავიღებ ა ვექტორის ბოლოში. ხო, რატო? იმიტომ რომ აი ეს სხეული a საწყისიდან a ვექტორის საწყისიდან მის ბოლოში აღმოჩნდა და შემდეგ გადაადგილება იყო უკვე b-ს მიმართულებით და მე ჩავთვლი რომ ეს გადაადგილება ერთად შესრულდა და a ვექტორის ბოლოში რო ჩავიდა სხეული, მე გააგრძელა და b ვექტორის მიმართულებით იმოძრავა. მაშინ რა იქნება მისი გადაადგილება, ხო? ანუ აი თუ ამ ორ ვექტორს მიყვება, ესე იგი საწყისი წერტილი ყოფილა აი აქ, ხო? და საბოლოო წერტილი ყოფილა მწვანე ფერით ავიღოთ, ხო? აქ არის საბოლოო წერტილი. მაშინ გადაადგილების განმარტებიდან გამომდინარე, თუ განსაზღვრებიდან გამომდინარე, მე ვიცი, რომ მისი გადაადგილება არის აი ეს ვექტორი, ხო? აი ეს. ზუსტად ეს ვექტორი არის a და b ვექტორების ჯამი. რაც შეეხება, ხო, აი მოდი სხვაობაზე სანამ ვისაუბრებთ, ნუ ჩვენ ვიცით პარალელოგრამის წესი, მე თუ მინდა რომ აი ამ ორი ვექტორის სხვაობაზე ვისაუბრო, მაშინ ავაგებ პარალელოგრამს, მოდი უცბად გავაკეთებ ამასაც. აი ესე და ეს მაშინ დიდი დიაგონალი არის ცოტა უფრო კომპაქტურად დავაწერ. დიდი დიაგონალი აი ამ პარალელოგრამის, ანუ უხეშად ვთქვათ, გრძელი დიაგონალი, რომელიც არის ამ შემთხვევაში დავაწერ a b c და d, ხო? ნუ არ გამოდის ეგრე, მაგრამ არა ვშ. ამ შემთხვევაში ac დიაგონალი არის ვექტორების ამ ორი ვექტორის ჯამი, ხო? ისრების მიმართულებას დავაკვირდეთ, ესე იგი a ვექტორს მიყვება b ვექტორი და აი b ვექტორის ბოლოში იყრის ორივე ის არის თავს, ანუ a + b ვექტორი მიმართულება უნდა იყოს აი ამ b ვექტორის ისრისკენ, ასე უხეშად რო თქვა. ხოლო რაც შეეხება მათ სხვაობას, ეს არის პარალელოგრამის პატარა დიაგონალი. აი ეს ვიღაც. აი ეს არის a და b ვექტორების სხვაობა. ამ შემთხვევაში უკვე ვექტორები კი არ უნდა მიყვებოდეს ერთმანეთს, ისრები თავს უნდა იყრიდნენ აი აქ b-სთან. ეს ვიღაც შავი ვექტორი არის a ვექტორს გამოკლებული b ვექტორი. ეს არის პარალელოგრამის წესი, როგორ უნდა შევკრიბოთ და გამოვაკლოთ ორი ვექტორი ერთმანეთს. თუმცა მე აგიხსნით ვიდეოში რა არის, რა დგას გამოკლების უკან რეალურად და ანუ რატო ეს ნუ მიმატება ძალიან მარტივი არის, ხო? პრინციპში გასაგები არის. და გამოკლება ცოტა უფრო ბუნდოვანია და აი ცოტა ხანში ვნახავთ რეალურად გამოკლების დროს რა ხდება და როგორ ხდება. სკალარზე გამრავლებას რაც შეეხება, აი მე თუ მინდა რომ იგივე a ვექტორი, მოდი ახალ a ვექტორს დავხატავ, მიჩვენია.
ავიღოთ რაიმე a ვექტორი, ესეთი და მოდი პატარა იყოს, ამიტომ უნდა გავამრავლოთ კიდე. ეს a ვექტორი, ხო? და ვთქვათ მე მინდა დავხატო 3 a ვექტორი. ჩვეულებრივ როგორც რიცხვებზე მოქმედებისას 3-ზე გამრავლება ეს არის a ვექტორს დამატებული a ვექტორი დამატებული a ვექტორი. ისევე როგორც ვთქვათ, აი 3-ჯერ 4 არის 4-ს პლუს 4 პლუს 4, ხო? 3-ჯერ აღებული 4, ანუ 3-ჯერ შეკრებილი 4. აქაც იგივეა, ხო, 3-ჯერ შეკრებილი a. ვექტორების შეკრება ვიცი და მე უბრალოდ შემიძლია რომ 3-იც არის ესეთი ვექტორი დავხაზო ზუსტად და ისინი უბრალოდ შევკრივოთ ჩვეულებრივი შეკრების წესით, ხო? აი დრო რა დავკარგო, მოკლედ ზუსტად ასეთივე ვექტორს მოვდებთ ერთს და კიდევ ერთს, ხო? ეს იქნება აი ეს ვექტორი, ყველა თუ a ვექტორია, მაშინ აი ეს გამოდის მთლიანად 3 a ვექტორი, ხო? ანუ სკალარზე გამრავლებისას მიმართულებას არ ვუსვით, ანუ იგივე მიმართულებით იმდენჯერ გავზრდით უბრალოდ სიგრძეში, რა რიცხვიც ვამრავლებთ და კიდევ ერთი რაც უნდა იცოდეთ, ეს არის უარყოფითი ვექტორი, ანუ როცა თუ გვაქვს აი ამ შემთხვევაში ისევ თუ გქონდა ეს a ვექტორი, და იქნება მინუს a ვექტორი. მინუსი ვექტორს უბრალოდ 180 გრადუსით შემოაბრუნებს. ეს თუ არის a ვექტორი და არის ნამდვილად ეს არის a ვექტორი, მაშინ მინუს a ვექტორი იქნება სიგრძით იგივე, თუმცა მიმართულებით საპირისპირო. აი ეს არის მინუს a ვექტორი, მე მგონი ზუსტად გამომივიდა, ხო? აი ეს ვექტორი 360 გრადუსით რომ შემოვაბრუნოთ, თუ არის შესაძლებელი, აქ არ ვიცი პრინციპში. ხო, აი, მოკლედ წარმოგიდგენთ რომ 360 გრადუსით აი ამ ვექტორს ამოვაბრუნებთ. ძალიან ესე არის ზავს. ახლა ხო, მოკლედ უნდა ბოდიში 360 არა 180 გრადუსი უნდა შემოვაბრუნოთ ვექტორი. გამოკლების უკან ზუსტად ეგ დგას. ნახეთ, მე თუ მინდა a ვექტორს გამოვაკლო b ვექტორი, მოდი b ვექტორი დავხატოთ როგორც ჯერ. აი ეს იყოს b ვექტორი. მე თუ მინდა რომ a ვექტორს გამოვაკლო b ვექტორი, შემიძლია რომ a ვექტორს დავუმატო მინუს b ვექტორი. ხო, ზუსტად ისევე როგორც ჩვეულებრივ რიცხვებზე მოქმედებისას, ხო, აი მაგალითად თუ მინდა 3-ს გამოვაკლო 4, შემიძლია რომ 3-ს დავუმატო მინუს 4. ხო? იგივე ხდება ზუსტად აქაც, ანუ მე თუ რადგან რატო ვაკეთებთ ამას, მინუსზე გამრავლება ძალიან მარტივი არის. უბრალოდ უნდა შემოვაბრუნოთ 180 გრადუსით მიმართულებას შევუცვალოთ საპირისპიროთი და მიმატებაც ძალიან მარტივია და ასე უფრო კარგად აღვიქვამთ რა არის ვექტორების გამოკლება. ხო, ესე იგი, გავაგზავნოთ ახლა, ანუ a ვექტორი მაქვს, b ვექტორი მაქვს და მე მინუს b ვექტორი მჭირდება, მინუს b ვექტორი ვიცით რომ იქნება ზუსტად ასეთივე ვექტორი, იგივე სიგრძის, ოღონდ საპირისპიროდ მიმართული. ეს არის მინუს b ვექტორი. აი აქეთ დავაწერ მინუს b ვექტორი და ახლა რას გავაკეთებ? მე უკვე ვიცი რომ ამ ვექტორს სადაც მინდა იქ წავიღებ. აი b ვექტორს წავშლი, აღარ მჭირდება. აი ამ ვექტორს სადაც მინდა იქ წავიღებ და მე ვიცი, მე აქ მეწერა პრინციპში ამ დაწამაშალა, ხო, ანუ მე მეწერა a ვექტორს დამატებული მინუს b ვექტორი. ხო, ეს იყო იგივე a ვექტორს გამოკლებული b ვექტორი. თუ a ვექტორს უნდა დავუმატო მინუს b ვექტორი, ჩემ მინუს b ვექტორს, როგორც შეკრების დროს ვაკეთებდი, წამოვიღებ და აი აქ მოვდებ. ხო? მაშინ ჩვენი a ვექტორის და b ვექტორის სხვაობა, ანუ სხვაობა ამ შემთხვევაში არა, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომელიც აკლდება, რომელიც ხო, a ვექტორს გამოკლებული b ვექტორი, ეს იგივეა a ვექტორს გამოკლებული b ვექტორი, ხო? ანუ ეს ორი რაღაც არის ტოლფასი გამოსახულება, ხო, აი ეს ორი ცალი. და ხო, ანუ ვიცით, აქ ვექტორები ჩვეულებრივ შევკრიბეთ და მაშინ მათი ჯამი, ანუ იგივე a ვექტორს გამოკლებული b ვექტორი იქნება ეს ვიღაც, ხო, აი ეს არის a ვექტორს გამოკლებული b ვექტორი და ჩვენ თუ აქ b ვექტორსაც მოვდევდით, მოდი ეგეც გავაკეთოთ ბარემ და სრულყოფილად გავაკეთოთ ყველაფერი, ხო? აი ეს ვექტორი არის a ვექტორს მინუს b ვექტორი.
თქვენ გახსოვთ ალბათ b ვექტორი როგორი ქონდა დახაზული, ხო? ზუსტად ესეთი იყო, ოღონდ ესე არ მინდა. ზუსტად ასეთი იყო, ოღონდ საპირისპიროდ მიმართული იგივე სიგრძის ეს იყო b ვექტორი, რომელიც წავშალეთ ჩვენ და თუ აი ამ ორ ვექტორს შევკრებდი, a ვექტორს თუ b ვექტორს დავუმატებდი, მაშინ a ვექტორს პირდაპირ აი ამ ჩემ b ვექტორს მოვდებდი და აი აქ დავსვავდი. ხო? მაშინ a ვექტორს პლუს b ვექტორი იქნებოდა აი ეს ვექტორი. ხო? და ნუ აი ზუსტად იმას გავს, რაც თქვათ თუ პარალელოგრამს ავაგებდი, პრინციპში ასე გამოდის. ხო, აი აქ თუ პარალელოგრამს ავაგებდი, მაშინ დიდი დიაგონალი გამოვიდოდა ვექტორების ჯამი. ხო, არა, პარალელოგრამი ასე არ უნდა მეგო, აი აქეთ მხარეს უნდა ამეგო, ხო, თუმცა ზუსტად იგივე გამოვიდოდა. მაინც, ხო, აი პატარა დიაგონალი, აი და გარწმუნოთ, რასაც ვიძახი, თუ აქ მე პარალელოგრამს აი ესე ავაგებდი, ესე, მინდა რომ აი დაახლოებით ესე უნდა იყოს, ხო? და ფერები შევცოდოთ, ამ ძალიან ვაკეთებ. და აი ესე, თუ ავაგებდი პარალელოგრამს, მაშინ მე რა გითხარით წეღან თავიდან პარალელოგრამის წესზე, ხო? ამ ორი ვექტორის სხვაობა იქნებოდა აი ეს ვექტორი. და დააკვირდით, ზუსტად ეს ვექტორი მივიღე აქაც, ნუ ახლა ცოტა ავაცილე, იმიტომ რომ არ გამომივიდა ზუსტად. თუმცა ზუსტად იგივე ვექტორია და მე გითხარით წეღან რომ აი ის არის აქეთ უნდა კონდეს თქო, ხო? აი აქ ვნახეთ რატომ მოხდა ეგ. ახლა იტყვით რომ ანუ ეს ვექტორი აქ არისო და ჩვენ აქ მივიღეთ და ჩვენ ხო თქვით რომ ვექტორს სად დავხატავთ მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ახლა გაჩვენეთ აი პარალელოგრამის წესი რატომ მუშაობს, ხო და აი თუ გაგიჩნდათ კითხვა რომ ეს როგორ გაიგოთ ის არის საით უნდა გავუკეთოთ, აი ეს დგას, რაზეც ახლა აი ეს არის ამ ყველაფრის უკან, ხო? ანუ ვექტორების სხვაობას a ვექტორს მინუს b ვექტორი ჩავწერ როგორც a ვექტორს პლუს მინუს b ვექტორი და ეს გაცილებით ამარტივებს საქმეს. ანუ თქვენ თუ ამ ნაწილს კარგად გაიაზრეთ, მაშინ ეს პარალელოგრამის წესი საერთოდაც არ არის საჭირო და შეგიძლიათ ნებისმიერ ორი ვექტორი შეკრიბოთ. ხო, პრინციპში სულ ეს არის, რაც უნდა ვიცოდეთ ვექტორებზე მოქმედებებზე და შემდგომ ვიდეოში უკვე ვისაუბრებ როგორ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იგივე, რაც ახლა გავაკეთეთ, როცა ვექტორს აქვს თავისი კოორდინატები, ცოტა წინასწარ გეტყვით დაახლოებით რას ვამბობ, და რას გულისხმობ, ანუ მე თუ ვხატავ რაიმე ვექტორს და ვიცი რომ 6 მეტრით, აქეთ 6 ერთეულით გადაადგილდა მარჯვნივ და 3 ერთეულით ზემოთ, მაშინ ჩემი ვექტორი არის 6-3 ვექტორი. ანუ a ვექტორი არის 6-3. ძალიან მარტივი და საინტერესო რაღაცაა. a ვექტორს კოორდინატებიც გააჩნია, ანუ აქამდე ხო უბრალოდ ვექტორს ხატავდით და ამ ვექტორს თავისი კოორდინატები აქვს და ეს ძალიან რთულად მოსჩანს ხოლმე მათემატიკაში, თუმცა რეალურად ძალიან მარტივია. ვექტორის კოორდინატები მეუბნება x ღერძის გასწვრივ რა გადაადგილება შესრულდა, y ღერძის გასწვრივ რა გადაადგილება შესრულდა, ნუ შეიძლება სამ განზომილებაში ზეტიც დაემატოს.